ასევე რო არ აღვნიშნე ხა ბოლო დაკავებასთან მიმართებაში, ნუ იგივე ვახოსანაიას სახელს ორჯერ ვახსენე, პირველი ვახო იყო პირველი, ვინც მორიგი დაკავების მე-16 ჩემი პოლიტიკური ნიშნით დაკავება დაპატიმრება გამოვიდა და 16 ივნისს ვარ დაპატიმრებული, ამის ესე დაემთხვა. ვახო იყო პირველი, ვინც წინასწარ ეს ამბავი გააშუქა და მადლობა მას ამისთვის და სხვა შორის ვახო. და სხვა შორის ბევრი წერდა ლაშა, სანამ იყავით დაკავებული და განსაკუთრებით ძაღლებზე დარდობდნენ, რო იცოდე. კი, ძაღლის ამბავს ალკე მოვყვები, იგივე ახალთაობას დიდი მადლობა და მის რედაქტორს ასლანიშვილს თქვენ მადლობა, ვინც ცოტა მოგვიანებით ამ ამბავს გამოეხმარებთ ინგას და გრიგოლიას და სკობს ყველას, ვინც ეს თავისთავად ყველა პრეცედენტი მე მგონი ჩემზე შედგა ყველა ხელისუფლების დროს, იმიტომ რომ პოსტის კომენტარის გამო დაჭერილი კაცი საქართველოში არ ყოფილა. პირველი მე დამიჭირეს ისევე როგორც ყველა რეკორდი ჯარიმების ოდენობის იქნებოდა თუ რიცხოვნობის და სხვა შორის. თუმცა პოსტის გამო გასამართლებული აგერ წინ გიზივა. პატიმრობაში კომენტარის გამო ყველაფერი წინ მაგალითად. აქედან გამომდინარე, ხო, ვახოს ხსენება მინდოდა და მისი ცხონებული ძმის გიორგის, იმიტომ რომ მე 9 აპრილის დროს ვიყავი 8 წლის და დედაჩემს დავყავდი, დედაჩემის კანონიერი ხელისუფლების ზვიადის და მერაბის ხელისუფლება დავარქვათ ერთიანობაში, ვერ მოესწრო, მაგრამ ხელისუფლების მომხრე იყო თავისთავად და დღის მიტინგებს დავყავდი. უბრალოდ ასაკიდან გამომდინარე 8 წელს ვიყავი და ღამე არავის აუყვანი ვარ, თუმცა ლეინის ჩამოგდება იყო ცოტა მოგვიანებით თუ სხვა ამბები იყო, ყველაფერს ბავშვობიდან მონაწილე ვიყავი პასიური შედარებით. ისე მოხდა რომ აფხაზეთის ომში აღმოჩნდი ოღონდ არამებრძოლად, შემთხვევით და ბედი მაქვს ეგეთი რომ ყოველთვის დიდი რო ყოფილიყავი 12 წლის ვიყავი მაშინ, სხვანაირად წავიდოდი და მაგრამ მაინც ერთი კვირა ჩავჭით იქაც და საბოლოო ჯამში ამა თუ იმ ფორმით პროტესტს გამოხატავდი. სხვათა შორის აი ელენე ხოშტარია რო ვახსენოთ, ხო ეხლა სხვა პარტიას წარმოადგენს, მაგრამ ადამიანია, აქტიური ძალიან და მადლობა თავის ბრძოლისთვის და პასტი წაწერილი რაღაცა კომენტარის გამო ბანერზე საქართველოში კახი კალაძის და ბიძინა ივანიშვილის კერპი არსებობს და კერპის შეურაცხყოფის გამო პასტით, რომელიც იშლება, ადამიანის ციხეჟიზის უკვე ლამის 1 წელია და ამ დროს გელათის ფრესკების ჩამორეცხვის გამო არავინ არ დაპატიმრებულა. ხო და პირველი ეს იმაზე გავიხსენე რომ ესეთი პირველი აქტი ისე ნახევრად პარტიზანული იყო კეკელიძის კუთხეში ჩემი ცხონებული მეგობრის რატიხორიძის ზვიადის მომხრეების ოჯახი იყო ძალიან კარგი ოჯახი ინტელიგენტების არქეოლოგი პროფესორი იყო მამა და არეხი ძალიან კარგი ადამიანი აი კახა იცნობს მათთან დაუდგეს მანდამაინც კუთხეში შევარნაძის დიდი ბანერი ხო და ღამე წავედი საღებავი ჩავასხი შავი მე-9 კლასში ვიყავი თუ არ ვწდები და ეს საღებავი ვესროლე სახეში სამწუხაროდ ვერ გავარტყი მაგრამ იქ მოხდა და აი ვახოს და ამ სანაების ოჯახის ხსნება მინდა და მადლობა ორივეს ასეთი ბრძოლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯვარი წერია ვახოს იმიტომ რომ აი უწყვეტად ვახოს მის გიორგის ყოლობა რომელიც ისევე როგორც თითქმის ყველა ყოლობა მათ შორის ზვიადისტების პირდაპირ ქუჩაში დახურეთ და ერთი კაცი არ არის ამას დაჟილი და იმიტომ ვარ ამ დღეში რომლის დედა ეხა კიდე ერთ დაკავებულ შვილს ელოდება პოლიპატიმარია მისი შვილი ხო და ვახოს მის ყოლობა გიორგი სანაის ყოლობა მახსოვს როგორც უწყვეტი ჩემი მონაწილეობის წერტილი შეიძლება მამამდე ცოტა ადრე დაიწყო ეს ამბავი მაგრამ ეს დავამახსოვრდა ძალიან კარგად ცუდად ყაფიოთ 2001 წელი იყო და როცა ამას მოყვა შემდეგ გადადგომა ავაცახსენებელი რკინის კაცის რომელიც სამწუხაროდ რუსეთში გაისწრეს და არ დაიჭირეს ისევე როგორც უანო ჩხარტიშვილი შეირგო იმ წინა რეჟიმმა და არ დაიჭირა დასაჭერი მაშინაც იყო და ახლაც არის ერთ-ერთი მთავარი ჭამელი ამ ქვეყნის შევარდნასთან ერთად და ნუ იქიდან მოყოლებული მე სახში არ შევსულ ვარ პრაქტიკულად არ ყოფილა რაიმე საერთო მოთხოვნებით პოლიტიკური მოთხოვნებით ანუ რეჟიმთან დაკავშირებული ცვლილების მოთხოვნებით თუ თემატური აქციების შეიძლება ზოგს გაუკვირდეს ყველაფერი დაიწყო საერთოდ ცხოველების დაცვით და ხუმრობ ხოლმე რომ ადამიანები ცოტა მოგვიანებით შეუმეტნენ თქო ანუ ცხოველებს ჩაგრავდნენ კლავდნენ და დღეს კიდევ უფრო მასიურ კლაულობას აპირებენ უსახკარო ცხოველების ეს საშინელებაა და რა ადამიანობა თავისთავად ამაზეც ფულს აკეთებენ უსახკარო საცოდავი ძაღლების ფულსაც ჭამენ მერიის წარმომადგენლები თბილისშიც და სხვაგანაც და ასე შემდეგ ცხოველების დაცვით დაიწყო ჩემი ასე თქვა უფრო აქტიური საქმიანობა და ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე სტუდენტებმა გადამხდეს მოვიდნენ ჩემთან და ბარულაშოვ ცხოველებს ჩვენს გვიყვარსო მაგრამ ბიოლოგი ვარ თან და პროფესიაც ამიტომ ავჭე ზოოლოგია ეკოლოგია ვეტერინარია რომ ცხოველებს ჩვენს გვიყვარსო მაგრამ ჩვენს ჩაგრავენ მე პირველ კურსზე ვიყავი და მათი უფლებების დაცვით დავიწყე მე აი ვახოს ძმის გიორგის ძალიან კარგი ჟურნალისტის ყველა მისის და მისი კვლელი დღემდე დაუჯერია ღრმა დარწმუნებული ისე საქართველოში ყველა ყაურიანი კვლევის უმრავლესობის მონაწილის იქიდან მოყოლებული უფრო ზოგად პოლიტიკურ საკითხებში გადაიზარდა შევარდნაძის გაგდებაში ლომის წვლილი მაგ დილას რომ მოვიდა დაგვადგა იმ გაბედულება მაინც ხოდა იმ კაცს და დაგვადგა მიტინგი კიდევ დაგვიშალა და მე ვიყავი ის პირველი ყვირილი დავიწყე სანიცადიო და მე მოვიდნენ სხვები მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ მარე ხელისუფლებამაც დიწლად არ გაამართლა და აქ ორი თემა შემოდის ხო ერთი არის მთავარი თავისუფლება რაც დღეს შეგვიზღუდეს ბიძინა ივანიშვილი ბიძინა აიათოლა ბიძინა ყაენი ბიძინა როდიონოვი ბიძინა რუსი რა დავარქვათ აღიაროს ტუვალუმ პუტლერმა და ეშმაკმა
და აღიარებული ყავს კიდევაც. მათ გარდა მათი მისი ამღიარებელი მსოფლიოში რა ვიცი, რამე თუ იმე მოიძებნება, სულ 10 ქვეყანაა, მე მგონი და დადიან ასე წრეზე ამათ ქვეყანაში და სამწუხაროდ საქართველოს ტერიტორიული დაშლის ამღიარებელი ქვეყნები არის ძირითადად მათ შორის სირიაც, რომელსაც უკან არ წაუღია და აქეთკენ მოუწოდებთ ჩვენ და მოუწოდებთ ახლაც ლეიბორისტები. რაც შეეხება, ეხა სიტუაცია დამძიმდა. დამძიმდა როგორც უფლებების მხრივ, ბოლო 2 წელიწადში განსაკუთრებით, ასევე დაემატა ის, რომ ღიად დეკლარირებული პრორუსული პოზიციის გამოხატვა არავის გაუბედია. არც შევარდნაძეს დამემოწმება, არც აკაშვილს, არც არავის. პირველი საქართველოს ბოლო მესამე საუკუნე მიმდინარეობს უკვე საუკუნოვანი დაუძინებელი მტერი იყო რუსეთი. თუმცა ამით არ დაამთავრა ეს ყველაფერი. საქართველოს ყველა მოსისხლე მტერს პატივი მიაგო და სულს ჩაგვაფურთხა. ჩვენ ისე იგი ირანის რეჟიმთან, ტერორისტულ რეჟიმთან ერთად იზეიმა ქართველების გადასახლება ფერეიდანში, ქართველების ჟილეტა ქართკახეთში, თემურლენგს ყვავილენ მიუტანა, დიდგორობაზე ჩავიდა მათი მყ, რავი, პრეზიდენტს უძახიან, იმაში რა ქვია, თურქეთში ბანდა მაინც დიდგორობაში ჩავიდა, მე მას კი არ ვაფრო ხარ, იქაც კი ავტორიტარიზმია, მაგრამ სხვა და იმის თქვა მინდა რომ მე შეიძლება ცოტა პრეტენზიულად ვიღაც მოვეჩვენო, მაგრამ ეს რო დღეს პრორუსულ რეჟიმში ვართ, სამწუხაროდ პროდასავლური რეჟიმის მოქმედებათა შედეგია დიდწილად, იმიტომ რომ მათ რომ შეექმნათ რეალურად დამოუკიდებელი სისტემა საარჩევნო და სასამართლო, აქედან დაიწყება ყველაფერი. ბიზნეს ივანიშვილი ვერ მოახერხებდა იმ სიტუაციას თავზე მოძრაობდა და დღეს აი ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ყავით და ისე რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ აი პირდაპირ მტერს გვაბარებს ბიზნეს რუსი და ამასთანავე უფლებრივი მდგომარეობაც ბოლო 2 წელია ყველას და ყველაფერს გაასწრო. აი ხა მე მაგალითად ისევ და ისევ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ცოდნიდან გამომდინარე, რაც მოწოდებიდან გამომდინარე ძალიან მიყვარს და ცხოველები ვახსენე კიდევაც 2012 წელსივე დაუპირისპირდი ამ ხელისუფლებას, მოქმედ რეჟიმს, უფრო სწორედ, იმიტომ რომ მათი დაპირება იყო და მე მათი პროგრამის ავტორი ვიყავ უანგაროდ და ხელმძღვანელი ჯგუფის, იყო რომ საქართველოს დიდ ხესებს აბუზალავთ. თუ არ მეთანხმებოდნენ, რატო წერდეთ ეს დოკუმენტი? ეხლა ხელმისაწვდომი 100,000-ობით დაიბეჭდა. ამის მაგივრად მოვიდნენ თუ არა, როგორც ყველა დაპირება დაარღვევს, მაგრამ ასე უტიფრად ვერცეთ დაურღვევიათ, იმიტომ რომ სხვაზე თუ იტყოდნენ, რომ გვაცალეთ, ვიზამთო, ამაზე ვერ იტყოდნენ, იმიტომ რომ თუ პირდები რომ წავალ მარჯვნივ, მარცხნივ არ უნდა წახვიდე, ხო? დაპირდნენ რომ დიდ ხესებს აუგზავნოთ, დღეს დღე არ გავა, საპენსიო ფულის ფონდის ფული, ამ გაძარცვული ხალხის ფული უნდა ჩავდოთ ხესების შენებლობაში, ამას იძახიან, ხო? მე პირველი ოთხეში დავუპირისპირდი ამის გამო, მინისტრის მოადგილეობაზე ორჯერ ვახ ამ რეჟიმის და იმ რეჟიმის პირობებში უარი ნათქვამი და მათი გათანაბრება მოხდა უფლებრივ ნაწილში, თუმცა არა პრორუსულში. პრორუსული ეს გამონაკლისია ამ შემთხვევაში ღია პრორუსული. 2019 წელს ბიზნეს ივანიშვილის რეჟიმი სულ მცირე გაუთანაბრდა სისასტიკით მშვიდობიანი გამოხატვის და შეკრების უფლებებასთან მიმართებაში ცნობილ ავადსახსენებელ გავრილოვის ღამეს, როცა ადამიანებს თვალები დათხარეს მათ შორის და სასტიკად დაარბიეს დაშლილი მიტინგი უკვე ნახევრად წინა რეჟიმს და 7 ნოემბერს და 26 მაისს, მაგრამ ბოლო 2 წელი რასაც ჩადის, ნუ ეს არაფერში არ წერია. სად ვართ ჩვენო? ჩვენ ვართ სადღაც, რა ვიცი, რუსეთს და თურქმენეთს და ჩრდილოეთ კორეას შორის, რა ვიცი, იზღად დარჩათ. ერთი რომ ინტერნეტი აკრძალონ, სხვა ყველა ფორმას გვიგზალავენ საკუთარი აზრის გამოხატვის და რა ვიცი, ჩვენ რა დაგვრჩენია? პირველი რომ სამშობლოზე ვარი უნდა ვთქვათ, მაშინ თუ ამას დავემორჩილებით და მეორე უნდა ვაღიაროთ რომ ვართ მონები. და ჩვენთან დღეს დაკანონებულია, როცა უთანასწორობაზე საუბრობდი და ნუ ამხრივ ლეიბორისტები მართლაც გამორჩეული ვართ და ამიტომაც ვარ მე ამ პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომ ამ პარტიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სოციალური უფლებები, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი პარტია არ აღიარებს, არც წინამორბედი რეჟიმი უფლებებათაც კი არ აღიარებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანი მოკალი შიმშილით, თუ მოწამლე გარემოს დაბინძურებით, თუ უექიმობით, უწამლობით, რა ვიცი, ელემენტარული პიროვების არარსებობით მოკალი ის სხვა პოლიტიკურ უფლებებს ვერ გამოიყენებს. და ჩვენთან დღეს დაკანონებული ფეოდალიზმია პრინციპში მონათლობელობამდე თლად ბევრი არ გვიკლია, როცა აი ესე პირდაპირ გეუბნებია რომ ერთი ვიგინდა რა უსაქმური დეპუტატი იქნება თუ მინისტრი იქნება თუ სხვა უნდა ჭამდეს ქვეყნის შემოსავლის დიდ ნაწილს და მარტო ღიად უნდა იღებდეს 40-50 პენსიონერის ტოლფას შემოსავალს, არა მარტო პენსიონერის, ექთანი ავიღოთ, მასწავლებელი ავიღოთ, თუნდაც კონსულტანტები მაღაზიის გამყიდველები ავიღოთ, ხო? ეს ხალხი 600-800 ლარზე მუშაობს ძირითადად. მათთან შედარებით 20 ჯერ მეც იღებენ ეს ხალხი. ეს უკვე სრულიად შეუთავსებელია გადარჩენასთან, იმიტომ რომ სხვადასხვა ივანიშვილი იმასაც ამბობდა, მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ აიო გადაიხედებაო ესე იგი შემწეობის სისტემაო და ისო რეალურად დაითულებაო და მინიმალურ რეალურ საარსებოზე ნაკლები არავის ექნება რაზეა ლაპარაკი ჯერ ისო შემწეობა 60 ლარი რომელთაც აშანტაჟებენ უნამოსოდ ადამიანებს და ხმას აძლევინებენ ხოლმე ხშირად ხოლ არაკეთებს ამას მაგრამ თავზე ადგებიან პირდაპირ აი 60 ლარს საქართველოს ის დარჩა
საარსებო მინიმუმს როგორც ითვლია ვიცით 200 ლარის ფარგლებში ვარირებს და შეუძლებელია 200 ლარად ადამიანი გადარჩეს ფიზიკურად და კიდევ ერთი რაღაცა ხან იმას გვეუბნებოდნენ სამწუხაროდ ყველა რეჟიმის მონა გუგული მაგრაძის პირით ესეთი პერსონაჟებს გამოყოფენ ხოლმე რა ვიცი როლს აინჭებენ რომ ცუდი რაღაცები ათქვევინონ და ალბათ ბიძიდასგან გადაიტანონ აგრესია რომ თურმე და ნუ იტყვი და სიმწუხნე ყოფილაო თან მან იცოდა იმას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული დიაჩევის კურსელი იყო ცხონებული რომელიც დამაკავეს თურმე სიმწუხნე ყოფილაო კარგი ცხოვრების ნიშანიო და მე გამოვიდა მყ და განაცხადა რომ წინა რეჟიმმა გაგასუქათო ამ შემთხვევაში მყ-ს ლოგიკა კიდე უფრო რაღაცასთან ახლოს იყო მაგრამ ამ რეჟიმმა რა უფასო ცურვა ასავლა ბავშვებს ასაც ვთხოვდით უფასო სპორტული წრეები მიცა ან რაიმე ნორმალური ცხოვრების დაკავების საშუალება მიცა ამის მაგივრად მიცა ნარკოტიკები რომელიც დე ფაქტო ლეგალიზებულია ბიზნეს იმანიშვილი თლათ პლანტაციების მარიხუანის პლანტაციების გაშენებას აპირებდა და კიდე კაი რომ საპატრიარქო ამაზე მაინც ბოლომდე ხმა ამოიღო ბევრ ამაზე დუს და სამწუხაროდ არ რეაგირებს და ძალიან ცუდია და ნუ შიერი დაბოლილი გაუნათლებელი ბოლოს მიადგა განათლების სისტემას მათი ამოცანაა ყველა დავიდეთ ბიძინა ივანიშვილის და მყ-ს განათლების დონეზე რომელიც ძალიან დაბალია რომ მათ შეძლონ ჩვენ დაგვარწმუნონ იმაში რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მათი მონები შიმშილით უწამლობით უექიმობით გარემოს დაბინძურებით ქალაქების დაბეტონებით რო აქ უცხოელები ჩამოასახლონ არაბი იქნება თუ რუსი თუ სხვა იგივე თუ სოფლები ავიოხრონ იმიტომ რომ მათ ბიტკოინები აკეთონ ამ ხესებით და ასე შემდეგ იცხოვრო გამდიდრდნენ და ჩვენ ვინც გადავჩებით თუ არა და წადით ქვეყნიდან ამ კითხე მოგვიწოდებენ და ჩვენ კი არა ისინი უნდა წავიდნენ და ისე უნდა მიუყვანოთ საქმე რომ პირველ რიგში ქუჩის პროტესტით აქციებით და სანქციებით რომ გასაქცევად კონდეს ბიზნეს საქმე ვერ გაგვასწროს და სამართლიანი სასამართლოს ხელში ჩავარდეს მე არა ვარ მომხრე როგორც წინა რეჟიმმა შექმნა ცუდი სასამართლო და მურუსიძე როგორ შეიძლება ყავდეს ივანიშვილს გვერდზე თან ეს იყო ჩაფურთხება მისი ამომრჩევლის მე მამამდე უკვე ჩანდი და უკვე დაუპირისპირდი პირველ თვეებში მაგრამ საკუთარი ამომრჩევლინა გამოსულიყო 16 წელს აი წითელი ხაზი საყტრის ვიღაცა ვერ მიხვდა სამწუხაროდ არ იყო განათლება და ინფორმაცია ვიღაცა ვერ მიხვდა თქვა ხესების მნიშვნელობას რაც კატასტროფის 400 ეს საშენება უნდა ქვეყანას არტოვებენ რაღაცას ვერ მიხვდა მაგრამ მურუსიძეს მეგობრებო ყველა ხომ მიხვდით როგორ შეიძლება ცხონებულს ანდრო გერგულიანს რომელიც წამებით მოკლეს ახსენებდეთ და მეორე დღეს ამბობდეთ რომ მურუსიძის სასამართლო ასატანიაო ეს შეუძლებელია ხო ამ მორალის თუ ვინმე დარჩით ქვეყანაში ნუ არ ვიცი თქვენ ადამიანებად ძნელად მოიხსენიებით ისევე როგორც ივანიშვილი არ მოიხსენება ადამიანად და ერთსაც დავამატებ ვინ ვართ და რატო ვართ ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა აქ არანაირი სხვა პოლიტიკური ინტერესების თანხმობა შეიძლება მაგალითად გავაკრიტიკე კიდევაც სხვა პარტიები წინამორბედი არაწინამორბედი ვიღაცები საერთოდ სოციალურ უფლებებს არ არღვევენ რაც სუდია არ აღიარებენ მაგრამ ელემენტარულად არჩევანის უფლება ღმერთმა მიცა ადამიანს ბოროს და კეთილს შორის, ხო? თეორიულად იქნებ ჩვენ ვწდებით, მაგრამ არჩევანის უფლება არ უნდა გქონდეს. ჩვენ გვართვენ არჩევანის უფლებას და გვეუბნებიან, გაგიყავდეთ არჩევნებს, თავზე დაგახევ ფურცლებს, გამჭვირვალე ბიულეტენები ჩავატარებ არჩევნებს, შენ არ შეგიძლია თქვა რომ მე არალეგიტიმური ვარ და ხალხის შედეგათა ვარ და მონობა თუ გინდათ, მეგობრებო, ამას მე ვერ დავიჯერებ უმრავლესობა ასე იყოთ, ასე რომ ბრძოლის გარდა არაფერი დამჩენია, ეს უწყვეტი პროტესტი, რომელიც ადგილზე არ არის საკმარისი, გაძლიერება ჭირდება, მაგრამ შესანახია და შემდგომში ამ აქციებს უნდა მივახცევთ იმას, რომ მთელი დასავლური სამყარო დარწმუნდეს, რომ აქ მართლა ევროპის აკვანია, მართლა ევრაზიის აკვანიც არის, სხვა შორის ადამიანი აქ გაიმართა, ყველაზე ძველი ადამიანი აქ მართლა იპოვეს, ცივილიზაციის აკვანია ერთ-ერთი მაინც მინიმუმ და ერთ-ერთი არა და ევროპული ცივილიზაცია და ერთსაც დავამატებ. ქრისტიანობაზე ვლაპარაკობენ, ხო? ქრისტიანობის სიმბოლო და გავითარების არეალი არის ევროპა. სხვა სად არის ქრისტიანობა? რუსეთს ვინც ახსენებთ, ხო? რუსეთის 2/3 არის აზიაში, არაფერს არ ვერჩი აზიელებს თავის კულტურა აქვს, მაგრამ ქრისტიანობიდან ის შორს არის, ხო? ამიტომ ქრისტესთან ბრძოლის ტოლფასია და ახსენა და ვეთანხმები კახას რომ ზვიადის და მერაბის იდეალები რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სხვათა შორის ისინიც ხშირად ახსენებდნენ ქრისტეს. პირველი აჯანყებული, ყოველ შემთხვევაში ვინც ჩვენ შემოგჭა ერთ-ერთი პირველი მაინც. სოფლიოში ვინც კაცობრიობა აჩვენა რომ უსამართლობასთან შეგუება არ შეიძლება ჯულის გაყიდვასთან შეგუება არ შეიძლება რელიგიით ვაჭრობასთან ყველაფრით ვაჭრობასთან შეგუება არ შეიძლება იყო ქრისტე ღმერთი ხო და ქრისტე ღმერთის უარყოფის ტოლფასია როცა შეგეუნებია რომ ქრისტეს და მამა ღმერთისგან განსხვავებით შენ ვიღაცას რომ დაემორჩილო ვიღაცის ნებას და იმა უნდა გასწავლოს რა თქვა და არ თქვა და იყო პირმოკუმული მშიერი მონა და იყო ისე როგორც გუდაბაყრელი მაგარი კაცი რომელმაც თოვში იხჭობოდა აგინა ხელისუფლება სრულად ამსახურება და ვიღაცა ურეკავდა და ის ცდილობდა მის დაშანტაჟებას და მიიღო იმას კარგი გინება და ღირსი იყო როგორც თელი რეჟიმი. მადლობა.